მამები რატომღაც პასუხისმგებლობის ვიღებთ, რომ ყველაფერი ჩვენ გავუკეთოთ. აი, რამდენად სწორად ვიქცევით ამ დროს მამები? ხო, აი ხა მანდ არის ორი სიმართლე, მამის სიმართლე და შვილის სიმართლე. ორივე მართალია. ორივე მართალია. ხო, იმიტომ იმ მამას საკუთარი გამოცდილებით ხელმძღვანელობს. იმას რაც აქვს თავის ბავშვობაში ნანახი, ხო, კუჩაში დაუშვათ სისასტიკე. ან რაღაცა განსაცდელები რაც გამოუვლია, უნდა რომ თავის შვილს ასცილოს და ასე ხედავს თავის როლს, რომ აკონტროლოს, ჩაერთოს და ასე შემდეგ. და არის მამები, რომელიც ფიქრობს, რომ რახან თვითონ გადალახა ის პრობლემები, შვილიც გადალახავს ასე თუ ისე და შვილისთვის გამოცდილება იქნება. და არერევა თუ შვილი არ თხოვს. არის კიდე მესამე ტიპის მამები, ფეხებზე კიდებს შვილს გააჩენენ და მერე საერთოდ აღარ თავის დიზდება ბავშვი. არა იტევს. და რა ბევრნაირი მამა არსებობს და ამ დროს არის შვილის სიმართლეც. შვილის სიმართლე რა თქმა უნდა უმთავრესია მაგ დროს, იმიტომ რომ შვილს შე რო გააჩინე შვილი შვილს არაფერი არ აქვს შენთან პასუხისმგებლობა რა, შენ გააჩინე ის და იმან კი არ აგირჩია შენ მამად, შენ გააჩინე ის შვილად. ამიტომ ის უფრო მართალია, იმის სიმართლე უფრო მართალია. ანუ ლადო შენ იხსახოდი რომ ზედმეტად ვერევით ხოლმე შვილების ცხოვრებაში, ხო? კი, ვინ, მე არ ვერევი, არ მგონია ეგრე რომ ზედმეტად ვერევი. და ბევრი ხედავ რომ არ ერევა შვილები, არ წუწუნებენ, არ ჩივიან მაგაზე. რომ მამები გვაწუხებენ, მაგრამ ეგეთებიც იარსებებენ. კი, ეს სამყარო გლობალიზაციისკენ და რაღაცა სტანდარტიზაციისკენ რაც წავიდა, არ არის დიდი ხანი და ზოგან ისევ ძველი ის არის, ზოგან ისეა, ზოგან ისეა. და საერთოდ ალბათ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე მამაშვილობა და უმცროს უფროსობა ამას დაუკავშირებდი იმას. უფროსისადმი პატივისცემის კულტურა რატო არის ყველა საზოგადოებაში. იმიტომ რომ ადამიანს აქვს თვისება, რომ დღეს მე ვარ შენზე უფროსი, შენ ბავშვიდან მე დიდი. მაგრამ ჩვენ თუ არ გვექნა ურთიერთობა სწორი, მე შენ რო გაიზდები და ღონიერი იქნები და მე რო მოხუცი, უკვე შენ დამჩაგრა. ამიტომ უფროსისადმი პატივისცემა უნდა იყოს გარანტირებული, რომ მე დაცული იყო მე. რაღაცა ეს იქიდან მოდის. პრაგმატული მიდგომა. ყველაფერი პრაგმატიზმიდან მოდის, ჩემი აზრით.